წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ სადღაც პარალელურ რეალობაში არსებობს თქვენი მეორე ვერსია. ვიღაც, ვინც თქვენს ყოველ არჩევანს აკვირდება, ყოველ გზაჯვარედინზე თქვენთან ერთად დგას და ყოველ ნაბიჯს თვალს ადევნებს. რა მოხდება, თუ ეს ვერსია, რომელიც სხვა დროის ხაზში ცხოვრობს, მუდმივად ცდილობს თქვენთან კომუნიკაციას? რა მოხდება, თუ ის ნიშნებს გიგზავნით, ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ დაჟინებით? პარალელური რეალობების იდეა შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმს მოგაგონებდეთ, მაგრამ კვანტური ფიზიკა გვიჩვენებს, რომ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, მხოლოდ ერთია უსასრულო შესაძლებლობების ოკეანეში. თქვენი ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი აზრი, რომელიც თქვენს გონებას გაივლის, პოტენციურად გასწორებთ ამ უთვალავი რეალობიდან ერთ-ერთთან. თითოეულში არსებობს თქვენი ვერსია. ზოგიერთი არაჩვეულებრივ ცხოვრებას ცხოვრობს, ზოგიერთი უცნობ გამოწვევებს ხვდება, მაგრამ ყველა ამ ვერსიას ერთი რამ აერთიანებს: ღრმა, უხილავი კავშირი თქვენთან. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენ შეძლებთ ცნობიერად მოერგოთ საკუთარი თავის ამ ალტერნატიულ ვერსიებს? რას კეთყოდნენ ისინი? რა სიბრძნეს გაგიზიარებდნენ? ეს არ არის უბრალოდ ცნობის მოყვარეობის საკითხი. ეს არის თვითშეცნობისა და სულიერი ზრდის ბილიკი. როდესაც იწყებთ ამ კავშირის გამოკვლევას, თქვენ წინაშე იხსნება ახალი გზები, სრულიად განსხვავებული პერსპექტივები თქვენი ცხოვრების, არჩევანების და პოტენციალის აღქმისთვის. თქვენი პარალელურ ვერსიებთან დაკავშირება შეიძლება პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი გახდეს. ეს გავს იმას, თითქოს თქვენ წუდებით იმ ვერსიის დაგროვილ სიბრძნეს, რომელმაც უკვე გადალახა ის გამოწვევები, რომლებიც დღეს თქვენ წინ დგას. ან შესაძლოა სწავლობთ იმ მესგან, რომელიც სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს სამყაროსთან და თქვენი პოტენციალის ამაღლებულ ვერსიას გამოხატავს. თითოეულ ამ ვერსიას აქვს რაღაც შესათავაზებელი, პერსპექტივა, გაკვეთილი, ან თუნდაც მიმართულება. და როდესაც ენერგეტიკულად იწყებთ ამ ვერსიებთან გასწორებას, თქვენ არამხოლოდ საკუთარ რეალობას გარდაქმნით, არამედ იღვიძებთ უსასრულო შესაძლებლობების ველში. თქვენი პარალელურ ვერსიებთან დაკავშირება შეიძლება პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი გახდეს. ეს გავს იმას, თითქოს თქვენ წვდებით იმ ვერსიის დაგროვილ სიბრძნეს, რომელმაც უკვე გადალახა ის გამოწვევები, რომლებიც დღეს თქვენ წინ დგას. ან შესაძლოა სწავლობთ იმ მეზგან, რომელიც სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს სამყაროსთან და თქვენი პოტენციალის ამაღლებულ ვერსიას გამოხატავს. თითოეულ ამ ვერსიას აქვს რაღაც შესათავაზებელი, პერსპექტივა, გაკვეთილი, ან თუნდაც მიმართულება. და როდესაც ენერგეტიკულად იწყებთ ამ ვერსიებთან გასწორებას, თქვენ არამხოლოდ საკუთარ რეალობას გარდაქმნით, არამედ იღვიძებთ უსასრულო შესაძლებლობების ველში. პარალელური რეალობები არის მომაჯადოებელი კონცეფცია, რომელიც სულიერი თვალსაზრისით გვთავაზობს, რომ სამყარო შედგება უსასრულო თანაარსებული განზომილებებისგან. თითოეული ეს განზომილება მოიცავს ჩვენი თავის სხვადასხვა ვერსიებს, რომლებიც ცხოვრობენ ცხოვრებებს, ჩვენი არჩევანის, აზრებისა და ენერგიების უსასრულო შესაძლებლობების ანარეკლს. სულიერი თვალსაზრისით ითვლება, რომ ეს მრავალი რეალობა იქმნება უნივერსალური ცნობიერების მეშვეობით, სადაც ყოველი აზრი და განზრახვა ქმნის ახალ განშტოებას სამყაროში, აყალიბებს ახალ რეალობას, სადაც ჩვენი ერთ-ერთი ვერსია განსხვავებულ ისტორიას განიცდის. ზოგიერთ ამ რეალობაში ჩვენ შესაძლოა ვცხოვრობთ სწორედ იმ ცხოვრებით, რომელიც გვსურს, ხოლო სხვებში სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ყველაფერი ჩამოყალიბებულია იმ ვიბრაციებითა და არჩევანით, რომლებსაც ჩვენი არსებობის სხვადასხვა მომენტში ვასხივებთ. კვანტური ფიზიკა თავის მხრივ ავსებს ამ ხედვას და გვთავაზობს, რომ სამყარო მოქმედებს უსასრულო შესაძლებლობების ველში. კვანტური სუპერპოზიციის კონცეფცია მიუთითებს, რომ სუბატომური ნაწილაკები
და შესაბამისად თავად რეალობა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე მდგომარეობაში არსებობდეს. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ დონეზე ყველა შესაძლო რეალობა უკვე ერთდროულად არსებობს, ხოლო ჩვენი ცნობიერება თავისი გადაწყვეტილებებითა და ენერგიებით ამ შესაძლებლობებს ერთ განცდილ რეალობად აკოლაფსებს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი თავის მრავალი ვერსიის არსებობა სხვადასხვა რეალობაში არ არის მხოლოდ ეზოთერული თეორია. ეს არის იდეა, რომელიც რეზონანსს პოულობს როგორც სულიერ, ისე სამეცნიერო სფეროებში. ჩვენი თითოეული ვერსია წარმოადგენს ჩვენი უსასრულო პოტენციალის ნაწილს, ცხოვრობს რეალობებში, რომლებიც, თუმცა გამოყოფილია თხელი სიხშირის ბარიერებით, ღრმად ურთიერთდაკავშირებულია იმ ცნობიერებით, რომელიც მათ ქმნის. ჩვენი ეს ვერსიები, რომლებიც განსხვავებულ რეალობებში ცხოვრობენ, არ არიან გათიშული ჩვენგან. პირიქით, ისინი შესაძლოა მუდმივად ცდილობენ კომუნიკაციას. გვიგზავნიან ნიშნებსა და შეტყობინებებს, რომლებმაც შეიძლება ჩვენი გზა და გადაწყვეტილებები წარმართოს. მაგრამ როგორ ამოვიცნოთ ეს ნიშნები? როგორ გავიგოთ, რომ ჩვენი ვერსია სხვა რეალობიდან ცდილობს ჩვენთან საუბარს? ქონიათ ოდესმე განცდა, რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში ყველაფერი უცნაურად ნაცნობი გეჩვენებათ. თითქოს ეს სცენა უკვე განგიცდიათ. ეს შეგრძნება, რომელიც დეჟავუს სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ბევრად მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ გონების თამაში. ხშირ შემთხვევაში დეჟავუ არის მითითება იმაზე, რომ თქვენ ჩართული ხართ საკუთარი თავის პარალელურ ვერსიაზე. თითქოს ერთი მოკლე წამით რეალობებს შორის ბარიერები იშლება და თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეხედოთ და განიცადოთ ის, რაც თქვენს მეორე ვერსიას უკვე გამოუცდია. ამ შეგრძნების მიღმა სინქრონულობები, ის მნიშვნელოვანი დამთხვევები, რომლებიც ძალიან კარგად არის მოწყობილი, რომ უბრალო შემთხვევითობა იყოს. შეიძლება იყოს ნათელი ნიშნები იმისა, რომ თქვენი პარალელური ვერსია ცდილობს თქვენთან კომუნიკაციას. როდესაც განმეორებით ხვდებით გარკვეულ რიცხვებს, სიმბოლოებს ან მოვლენებს, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ რაღაც უფრო დიდი მუშაობს. ეს სინქრონულობები ემსახურება შეხსენებას, რომ პარალელური რეალობები დაკავშირებულია იმ გზებით, რომლებსაც ხშირად ცნობიერად ვერ აღვიქვამთ. თითქოს თქვენი ვერსია სხვა რეალობიდან წარმართავს თქვენს ნაბიჯებს, იყენებს ამ დამთხვევებს როგორც კომუნიკაციის საშუალებას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ფიქრობთ კარიერის შეცვლაზე და მოულოდნელად იწყებთ ერთი და იმავე სიმბოლოს შემჩნევას. შესაძლოა ლოგო ან კონკრეტული სიტყვა სხვადასხვა ადგილას, რეკლამებში, სოციალურ ქსელებში, თუნდაც შემთხვევით საუბრებში. ეს განმეორება შეიძლება იყოს თქვენი ვერსიის გზა იმ რეალობიდან, სადაც ეს ცვლილება უკვე მომხდარა, რომ მიგითითოთ სწორ მიმართულებაზე. ეს არის მოწოდება, ყურადღება მიაქციოთ ნიშნებს თქვენ გარშემო და იფიქროთ, რას ცდილობენ ისინი თქვენთვის გამოავლინონ. კომუნიკაციის კიდევ ერთი ნიშანი სიზმრებია. სიზმრები არის პორტალები ჩვენი ქვეცნობიერისკენ, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება იყოს ფანჯრები სხვა რეალობებისკენ. განსაკუთრებით ცოცხალი სიზმრები, ისეთები, რომლებშიც რეალურად გრძნობთ თავს და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებენ, შეიძლება იყოს თქვენი პარალელური ვერსიების მიერ განცდილი გამოცდილებების გამოვლინება. როდესაც ხედავთ სიზმარში ცხოვრებას, რომელიც განსხვავებულად გამოიყურება, მაგრამ უცნაურად ნაცნობია, ან ხვდებით ადამიანებს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში არ იცნობთ, თქვენ შეიძლება წვდებით საკუთარი თავის სხვა ვერსიის მოგონებებსა თუ გამოცდილებებს. ლუციდური სიზმარი. როდესაც აცნობიერებთ, რომ სიზმარში ხართ და შეგიძლიათ სიზმრის კონტროლიც კი, არის კიდევ ერთი ძლიერი ნიშანი. ამ ლუციდური სიზმრების დროს თქვენ შეგიძლიათ ცნობიერად დაუკავშირდეთ სხვა რეალობებს და გამოიკვლიოთ საკუთარი თავის ალტერნატიული ვერსიები. აქ მთავარია ყურადღება მიაქციოთ ამ სიზმრების დეტალებს, ადგილებს, ადამიანებს, ემოციებს. ისინი შეიძლება შეიცავდნენ მნიშვნელოვან შეტყობინებებს, რომლებიც წარმართავენ თქვენს არჩევანს ან გაფრთხილებენ ცხოვრების იმ ასპექტებზე, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს. მაგალითად, თუ განმეორებით ხედავთ სიზმარში სიტუაციას, სადაც ცხოვრობთ ისე, როგორც გსურთ,
მაგრამ ჯერ არ მიგიღწევიათ. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ეს რეალობა უკვე არსებობს სხვა განზომილებაში და ხელმისაწვდომია. ამ სიზმრების ინტერპრეტაცია მოითხოვს ინტროსპექციას და ხშირად მედიტაციას გაღვიძებისთანავე, რომ დაიჭიროთ განცდილის არსი. კიდევ ერთი ნიშანი არის მომენტები, როდესაც გრძნობთ თითქოს არასწორ ადგილას ხართ. თითქოს თქვენ გარშემო არსებული რეალობა ბოლომდე არ ემთხვევა. ეს ფენომენი, რომელსაც ხშირად აღწერენ როგორც დროიდან ან ადგილიდან ამოვარდნის შეგრძნებას, შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენ მომენტალურად დაკავშირებული ხართ საკუთარი თავის პარალელურ ვერსიასთან. ეს გათიშვა აწმყოსგან შეიძლება მოულოდნელად მოხდეს. თითქოს ერთი წამით სრულად ვეღარ ცნობთ თქვენს გარემოს, ან გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სხვაგან უნდა იყოთ. ეს გამოცდილებები შეიძლება დამაბნეველი იყოს, მაგრამ ისინი ასევე მიუთითებენ, რომ რეალობები გადაფარავს ერთმანეთს და თქვენი ცნობიერება ამ სხვადასხვა სიხშირეებთან ეწყობა. მაგალითად, შეიძლება იყოთ ნაცნობ ადგილას, მაგრამ უცებ იგრძნოთ, რომ რაღაც არასწორია. თითქოს რეალობებს შორის სრიალს განიცდით. ეს შეგრძნება შეიძლება იყოს დახვეწილი შეტყობინება თქვენი პარალელური ვერსიისგან, რომელიც გთავაზობთ იფიქროთ, სად ხართ და სად შეიძლებოდა ყოფილიყავით თუ სხვა გზას აირჩევდით, ან სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდით. ინტუიცია არის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი. ყველას გვქონია ინტუიციის მომენტები. ის შინაგანი ხმა, რომელიც რაღაცისკენ გვმართავს აშკარა ლოგიკური მიზეზის გარეშე. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ძლიერი ინტუიციები სინამდვილეში თქვენი პარალელური ვერსიის კომუნიკაციის ფორმებია, რომელიც ცდილობს სწორ გზაზე დაგაყენოთ? ეს ინტუიციები შეიძლება წამოიჭრას როგორც დაუძლეველი შეგრძნება, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს, თუმცა ბოლომდე ვერ ხვდებით რატომ. თითქოს თქვენი ნაწილი სხვა რეალობაში, სადაც არჩევანი უკვე გაკეთებულია, გიგზავნით შეტყობინებას. იმოქმედეთ ამა თუ იმ გზით. ამ შეგრძნების მიღმა მოულოდნელი ცვლილებები ქცევაში, როდესაც იწყებთ სხვაგვარად მოქმედებას ნათელი ახსნის გარეშე. შეიძლება იყოს ნიშნები იმისა, რომ თქვენმა პარალელურმა ვერსიამ თქვენს ამჟამინდელ რეალობაზე გავლენა მოახდინა. შესაძლოა იწყებთ ახალი ჩვევების, ინტერესების ან ყოველდღიური რუტინის ცვლილებების ათვისებას. ბოლომდე ვერ ხვდებით ამ ცვლილებების წარმოშობას. ეს შეიძლება იყოს უფრო ღრმა კავშირის ანარეკლი იმ ვერსიასთან, რომელმაც უკვე შეითვისა ეს ქცევები და ახლა ამ ენერგიას თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებაში პროეცირებს. მაგრამ მხოლოდ ნიშნების ცნობა არ გმარა. როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი ვიბრაცია იმ რეალობას, რომელიც გვსურს? ამას მეორე ნაწილში განვიხილავთ.